ახლა კი პატიმარ ბერზე გიყვებით, რომელიც მონასტერში რამდენიმე წლიანი ცხოვრების შემდეგ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ქსნის ციხის მგალობელთა გუნდში ის ყველაზე გამოცდილია. პატიმრობის ძირითად დროს მსჯავრდებულებთან საუბარში ატარებს. საგალობლებთან ერთად მისი საკნიდან ხშირად ისმის ხალხური სიმღერის ხმაც. ბერის საინტერესო წარსულით და უცნაური აწყვეთი გისოსებში ნაპოვნ მეგობრებზეც გვიყვება. ძალიან ბევრი სიახლე ვნახე აქ რა, იმდენი ადამიანი ვნახე, რომელსაც გულში აქვს ის სიკეთე, ღმერთის სიყვარული, სარწმუნოება და ალბათ რაღაცა სხვადასხვა გარემოებებში გარეთ როცა იყვნენ, იმდენად ვერ ამჟღავნებდნენ და აქ ბევრს მაგის საშუალება მიეცა. ულოცა ყველას აღდგომის დღესასწაულს და აი ამას უსურვებდი, რომ ჩემიდან დაწყებული ყველას ვქონდეს ეს სიხარული და სიმშვიდე. ლოცვაში არის ესეთი მღვდელი რო ლოცვას იწყებს, მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ და მეორე ის არის ზეგარდამო მშვიდობისათვის. აი მშვიდობას ჩვენ ცხოვრობთ და ზეგარდამო მშვიდობა არის ღვთისგან რომ მართლა მადლი მოდის და ადამიანი მშვიდება და შინაგანად უხარია და ჩვენც გვაქვს ხოლმე რაღაც მომენტები გვიხარია. აი აქ პატიმრები ვარ და გვიხარია. თან გვიყვირს ხოლმე რა გვიხარია, მაგრამ ღვთის მადლი ისე გვახარებს და გვანუგეშებს, რომ აქაც შეიძლება ადამიანი რო გახარებული იყოს. ასეთია მსჯავრდებულების ყოფა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, მონანიებით და თავისუფლების იმედით სავსე გარემოში.